დავარბივარ რა ამ საბუთებზე ახალი სამსახურისთვის. ხო და რა მომთხოვეს, იცი? ის მოიტანეო, ქორწინების მოწმობაო. ხო და მე და მარიკას ხელი არ გვაქვს მოწერილი. ხო, რა? არ გახსოვს? არ გახსოვს მაშინ ჯვარი დავიწერეთ. ხო, მარტო ჯვარი დავიწერეთ. ხო და აი ასე. ვიცი გოგი რას მიხსნი? ვიცი ახლა ნუ რო იქნებოდი, არ ხარ ქალაქში ხა საქმეზე ხარ, კარგი, რას მებოდიშები რა. გადავწყვიტე უკვე ვახო იქნება ჩემი მეჯვარი. ვახო, ჩემი კარის მეზობელი. ვახო აი ის. ხო. კარგი, დამირეკერა რო ჩამოხვალ. კარგი გოგი. რაო გოგი, ხარ ჩამოვიდა? არა, ვერ მოდის, მარიკუნა 1 საათი ბოდიშებს მიხდი და მაშინ ვიყავი შენი მეჯვარეო და ახლა ხელის მოწერაზე ვერ ვიქნებიო და ახლა საქმეზეა ის კაცი წასული და. აი ნახე ირაკლი, მანამ შენ სამსახურში არ დაგჭირდა, მანამდე ხელი ვერ მოვაწერეთ. აი ახლა დაისვენებს დედა შენი რა. აი ახლა დაწყნარდება ცისანაშალოვნა რა. ამდენი წელი მაგას გვეჩიჩინებოდა. მოაწერეთ ხელი და აჰა, დაისვენებს შალობა. მარიკუნა, ისე დიდი ხანი მინდოდა შენთვის მეთქვა. რა? ცოლად გამოყვები. მარიკა, ჩემი ქურთუკის სადარი კი არ ანდა. რა კითხი ხამა? ცოლად გამოყვებით, ხო? მოიცი ხა, არის შინცოლი? ქალბატონო მარიკა, ძალიან გთხოვთ გავანათლოთ ჩვენი მდგმური. დათო, მე და ირაკლი ოფიციალურად ცოლქმარი არ ვართ და დღეს ვაპირებთ ხელის მოწერას. მოიცა. ეხლა შენ ამდენი ხელი არ ქონდა მოწე. ეს იგი რა გამოვიდა მარიკა? მე ამდენი ხანი ვცხოვრობდი შენი საყვარლის სახლში? ასე გამოდის ხო? კარგი რა, ნუ სულელობ რაღაცას რა დათო რა. მიდი წყალი მომიტანე, მიდი. უბრალოდ თქვენ მიბრძანთ. რატო რა მოგიტანოთ წყალი? მე თქვენ ნათესავი ვარ თუ რა? ვინ არის? თქვენ უკაცრავად ქურთუქს ეძებდით, ხო? ხო, ჩემ საძინებელში მოვკარი თვალი თქვენ ქურთუქს. თქვენ საძინებელში? დიახ, ჩემ საძინებელში იყო. მიბრძანდით ნახე. მასხარა ხარ რა მხილაკაც. მაგრამ ვინ არის? რა უფლები დამწეს, ა? მარიკა, ბავშვები საერთოდ ბავშვები დილი წავიყვანე დედასთან. და იყო მომგენატრენ? კი მომენატრენ, მაგრამ რა არის ისი მაინც გვეკითხა ეხა ბავშვებისთვის. უნდათ ეხა ეს როხროხა მამა. უკაცრავად თქვენ ქურთუქს ეძებდით, ხო? დიახ. დათო, რა ვიფიქრე, იცი? სახლში ხო არ დაგჭა ის ქურთუკი? რომელ სახლში? მასხარა ხარ ამ ხელაკაცი. ჯერ კიდე გაქვს დრო მარიკა დაფიქრდე. მე დავფიქრდი უკვე და დადახმავარ. სანტა ამ გოგოებს თვალები და ოღონდ გათხოვდნენ და ეს რა ხალხია რა, გავგიჟდები რა. ჯერ ცოლი არ მომიყვანია და უკვე ნათესავები მოყვენ რა. დათო, თვალებზე რა გჭირს? აი, რა ვიცი ამ სახათუთ გარეთქულ რაღაც ნატურები დააკენეს და ვერ დავიძინე მთელი დღე მიჭკეტნევა თვალებში. ყოჩახმერიას რა.
აღფრთოვანებული ვარ მე ჩვენი მერის მუშაობით. აღფრთოვანებული რა. მეტი ნატურა უნდა დაეკიდათ. ჩვენ ოფიციალურად არ ხართ, ხო? არა. თო. ძალიან კარგი. ესე იგი ჯიბოს ჯერ კიდევ აქვს შანსი. მიდი გადი ჯიბო. ის რატომ მოწითხილავ დიხი, რა? რატო და როდესაც მე მარიკა მოვიყვანე ცოლად მაშინ თბილისში იყო სულ 2 მატჩის ბიურო და ერთში იყო მხედრიონი გამაგრებული და მეორეში გვარდია და ერთმანეთს ესროდნენ და სად უნდა მომეწერა და ახლა უამრავი ადგილია სადაც გინდა მოაწერ ხელს მარიკუნა სად ვაწერ ჩვენ ხელს მარიკა თაწმინდის პარკში თაწმინდის პარკის საქორწინო სახლში ქორწინების სახლში დიახ აჰა თაწმინდის ქორწინა დიახ ძალიან კარგი მეჯორები ვინარ ანანოა ჩემი მეჯვარემი ანა ჩემი მეჯვარემი უნდა ყოფილიყო იცი ვინ გოგი მე ხო არ არის გოგი ქალაქში გოგი არ არის ქალაქში უცხოეთშია წასული და ვერ ვიქნებიო ლაშაც ვერ იქნება ისედაც ჩვენი ნათესავია მარიკუნა ხო არის ქეთევანის მეჯვარე ხო შენ ახლა მეტი რაღა უნდა დამიახლო ნათესავდე ხო ნუ სანდროს ამბავი მოგეხსენება ეს არსენა მაინდა-მაინც არ მხიბლავს გრიგოლ ნემსაძეთ არსია ხო და ვინ დარჩა ვახუშტა წამოყვება ვახუშტა და მოაწერს ხელს რა გამატა ვახუშტი პრინციპში კარგია მარტოა სახლი აქვს რა ის რაზოს დამჭირდეს დათო ბატონო ქურთუქსეზე ხო აუცნაური კაცი ხარ რა აბაზანაში რა უნდა რა უნდა შეშენ კარგი რა რამე შევიდანე მარიკა ძალიან გთხოვთ დარეკოთ პატრონში და უთხრათ რომ ჩვენს სახლში შემოიჭრა ვიღაც ადამიანი დამცინის ხულიგნობს და ძალიან გთხოვ პატრონს დაიჭირონ მადლობა პატრონს ხო იუზა ხო და ჩხეიძეები დღეს აწერენ ხელს მეც მაგას არ ვამბობ აქამდე რასაკეთებდნენ თქო როგორ არ მოაწერეს თქო ხო ლაშა დიეტაზეა ეხლა გითხრა ირაკლი მუთხრა ლაშას რომ თამადა შენ უნდა იყოვო ქეთევანმა არ იცის და ხლა აქ რო კარგი რამე არ მოხდება ხო იცი ხო მაცადე ერთი წუთი გითხრა ხო ეხლა ახალ წელს ქსელები იქნება გადატვირთული ხო და წინასწარ გილოცა დაესწარი მრავალს შენს ოჯახთან ერთად რა ვიცი ხვავი ბარაკა ყველაფერი კარგი საუკეთესო კარგი ხო კარგი იუზა კარგად წავედი კარგი ვაიმე როგორ მატკიებს ხოლმე არა ბიჭი ახლა იცის თამადა უნდა იყოს და ნუ უკეთესად შეიძლება და ყოფილიყავი თამარე ხარ. არა ეზარებათ ახლა ამ ხელის მოწერები და ამბები. პირდაპირ სუფრა დაეგა არა. შენ არ გეზარებოდა სამჯერო გავარდი ხელის მოსაწერად. ხო რა შევით ემზადებით? რა მაგარ ფორმაში ხარ? ვახო, ეხა შენ მეჯვარე ხარ, არა? აბა ხა. ხო. ეხა დააკვირდი რა ხდება ვახო? აბა. შენ ესე იგი ნელ-ნელა მიიწევს სიძეობისაკენ, არა თამარ? არა, ესე შენ ეს კარგ ფორმაში ხარ, ვაშა. ხო, რავი, ცოტა ისა, ეხა დიდი მაგ ცოტა ეს პიჯაკი და შევალ შევჭამ რომ მომაჯდეს რა. ვახო დაჩეკი არ გამოდაჩი. აი რაღაცა გავიგე, რაღაც მომესმა. ლაშა, არ დამღუპო, კარი გააღე, ლაშა. ლაშა, კარი გამიღე, არ დამღუპო, გეხვეწები. რასაკეთებ? რასაკეთებ მითხარი? რასაკეთებ? სტაფილოს ხეხავ, კეთება, რას ვაკეთებ? ქათმის ბაკითხის გაუგია სტაფილოს გახეხა. გამოდი.
კაცო, მაცადე, სიცხვილია უხერხულია, შემოდი კაცო. უი, გამარჯობა, ბახ. ასაკეთებ, ვახო, ასაკეთებ. დამა. ძალიან გიხდება ეგ კაბა. მადლობა, შენც კარგად გამოიყურები. მართლა? ეს ჰალსტუხია შენ რომ მაჩუქე მაშინ. აი მე ხო, რანაირად გიკეთია, მოდი გაგისწორო. მოდი. დაიმე რა. ბოთე ხარ სუფთა, ნუ რანაირად გიკეთია. აბა? დაშვი. ზად ხარ? ო? რაი, ზად. რაი, რა მოწყენილი ხარ? თამადა ხარ ბოლო-ბოლო, ვაშა. რა თამადა, დათო, დიეტაზე ვარ და. რა ლაშა? დიეტაზე ხარ? მეც არა ვთქვი, ვინ არის ეს უცხო კაცი აქ რომ გას. რა არის ვაშა? ცარიელი ძვალი და ტყავი ხარ დარჩენილი. არ შეიძლება ესე, რა, არ შეიძლება ესე. შეხედეთ რა დაამსგავსეთ კაცი. კარგი ეხლა დათუნა, კარგი რა. დღეს მოწყენის დრო არ არის. დღესასწაულია ჩვენს ოჯახებში. მაიმე ჩემი მარიკა თხოვდე. ჩემი მარიკა. აბა, კეთო. ვინ იფიქრებდა? როგორ გარბის წლები, გაგითხოვდა მამი და შვილი, აბა. ვინ იფიქრებდა? არა და რა ბიჭები ეძლეოდნენ? რა ბიჭები ეძლეოდნენ და ვის გაყვაცოლად? სულხანს. კარგია. ლოც. ამბობენ სვამსო. გადარებასა ვარ კაცი. მაგრამ რა გინდა როქლა ბედი ყოფილა ალბათ ესე. აბუსტრაჭის. რა არის მიჭერი? დათუნა. შენ და ბახო ნათესავდებით. არა მარტო მე და ვახო. რა იყო რა? რა იყო და სამსახურის ქურთულს ვეძებ, შეიძლება მაგ დამჩა მე ნახეთ მუძებინე რა. და ხო გითხარი, აქ არ არის მეთქი. როგორ არ არის აქ არის, ჯერ არ მოგიძებინე რა იცი კი? კარგი, სად ვნახო, არ არის მეთქი, ხო გითხარი. სად ვნახო, არ არის მეთქი, ხო მითხარი? ხო გითხარი. კი ბატონო. მე ზობლებო. მე მინდა ფრიად სასიამოვნო სიურპრიზი გითხრათ, ესე იგი, რა მოხდა და დათო მოვძებნი. რა. დადახში გითხრათ. ხო, სანდრო, რა მაგარია რა მარიკას და ირაკლის ქორწილი რომ აქვთ. ხო, მაგარია, მაგრამ თუ შეამჩნიე, ხალხი უკვე მეორე წრეზე მიდის. ზოგი მესამეზე, მეოთხეზე. უი, სანდრო, ფული რო შევაგროვეთ ყველამ საჩუქრისთვის, ხო შენ გაქვს? მე? ხო, სანდრო, შენ არ მოგცე, შენ და სალომე წადით საჩუქარი იყიდეთ. ასლაპარაკობ მე. შენ გადება. არა. სანდრო. აჰა! კიდევ კარგით რომ მე ვიფიქრე დაკარგეთ. კარგი რა სალომე, ეგერ არ არის? სანდრო, გეყოფა ახლა, ნახე შენ. აჰა! კარგი რა სალომე. გინდა გაჩვენო ეს ფული? გაჩვენო? სანდრო. კაი, ხაბანგორი მართლა აღარა. აი ხო გეუბნებოდი სანდრო დაკარგავ მეთქი. სად არის? აჰა! კარგი რა საუბარი, ესე დავკარგავდი მე ფულს. რა ვიცი, კი ხვდები ხოლმე რომ აწყვებ, მაგრამ მაინც არაფერი არ არის გამორიცხული და ვიჯერე. ხო, ჩვენ ჯობია ეს რაზე ვიფიქროთ, ხალხმა ესეთი სერიოზული მისია დაგვაკისრა, საჩუქარი უნდა ვიყიდოთ. ხო. აი მაგალითად რა გაეხარდებათ ყველაზე ძალიან მარიკას და ირაკლის? მარიკას და ირაკლის ყველაზე მეტად გაუხარდებათ დათოს ბინა რო უყიდეთ. იცი რა ვქნათ, ყავა წამოიგე, აი დავჯდეთ და მოვიფიქროთ რა ვქნათ, ხო? კაი, მიდი, მანამდე ჩვენ შეგვიძლია მაღაზიებით დავიწყოთ. დავიბინოთ ყველა მაღაზია და რამეს? დათოს დარჩენია ფორმა. ეს? ხო, ეძებს ალბათ. კარგი. ეგა ამით დათო ამით ქუჩაში დადის. კი. არა. კარგი რა, დათო, კარგი რა.
მე ვიცი რომ ამითი ქუჩაში არ უნდა იარო. ისე რა გინდა რასაც, მეგარია. კაცო, გამოუძახეთ, რა ცუდად არის ადამიანი რა. ვაიმე, გამოუძახე სასტრაფოს შკარა მე. ექიმი არ ხარ დაეხმარეთ, ცუდად არის. მე სანდრო ვარ კაცო. ხო, სანდრო ექიმი, მე რა სავალდებით? დაიგვშველეთ. სანდრო, ხალი მომიტანე შკარა. იქნება არ შეიძლება. როგორ არ შეიძლება მე ეგრე მიტა მოიტანე შკარა. დიახ, ფეხები შეგვოდებით და შკარა რაც უყურებ. შკარა, აბა, გამშვიდ მოხალხე, აბა. უი, ლუკმა გადაგეკლაპათ. ეხლა ისე როგორც ფილმებშია. უი, ის ფილმი გახსოვს. ის ვარ მოსამსახურეა კაცი და ქალაც რო გადასული და მე კინოში რო გადას რა დროს ეგ არის? ხო, წყალი აღარ უნდა წამოიმართეთ მოქალაქე. ეხლა იქნება ყველაფერი კარგად. სანდრო დარწმუნებული ხარ ეგ უშუალოდ? როგორ არა ვარ დარწმუნებული? ამოვისუნთ კეცურს. მადლობთ ექიმო. მადლობთ. პროფესორი სანდრო მახარაძე. სასიამოვნო. თქვენ რომ არ ვიცი რა მოხდებოდა. ხო? ესეც ნამდვილი სასწაული მოახდინე. კი, თქვენ მე კარგად არ მიცნობთ, თორე სასწაული მე სანდრო ექიმო, შეიძლება ამას შეგეკითხოთ? მიდი. იცით, დაბალი წნევა მაქვს და ხანდახან მგონია რომ გული მიმდის. აი სწორედ ეს დამემართა ახლა და რას გვირჩევთ? როგორ მოვიქცემთ? ესე ახლა გარეგნული დათვალიერები ცოტა ძნელია. კურნალობა ამისთვის საჭირო დაკვირვება. ჩემთან მობრძანდით კაბინეტში და მანამდე წყალი დალიეთ და საჭმელი ჭამეთ. მეტი არაფერი. ამხელად ექიმი კაცი გეუბნები მე შეიძლება რა არის? არა, ჯანმრთელობას გისურვებ. დიდი მადლობა. კარგად ძალდებოდეთ. ნახო. არა რა. ეხლა ვხვდები ამ ირაკლის რატო უჯერებს ყველა. ქურთუკ! მარიკა, სად არის ანანო ამდენ ხანს? აი, რას გიკეთებს მარიკა? სად არის ანანო? ხო. ანანო სად არის ალბათ და ელაპარაკება ახლა კატებს, ჩიტებს, ხეებს. უყვება ჩვენი ხელის მოწერის შესახებ, დაამთავრებს ბატონო ამ ფლორასთან და ფაუნასთან ეგზისტენციალურ საუბარს და მოვა მერე გავახსენდებით ალბათ რა, ვაგვიანებთ რა. თორე გინდა სიძე? ბრძანდებოდეთ. მე გავაგებ. თქვენ შეგეთ. აი. ჰალსტუხი გაქვს შესასწორებელი, თამარ გავწორე. გამისწორე რა. ყველა შენ გატყუებს რა ვახო რა. ირა. საჩუქარი მოგიტანა ირა. გაგიკვირდებათ და სკუტერიდან გადმოვარდი. გამიკვირდება კი არა, გადარეული ვარ და ვერ ვიჭერებ. ეს შენ როგორ დაგემართა ანა? ხელები ვიტკინე. ხელები იტკინე ანანო? დედა ხელები იტკინა. ჩაიშალა ქორწილი. როდის მოურჩება ახლა ამას ხელები? კაი, თამარი ხა შენ ქორწილამდე ნუ გეშინია მომირჩება. ასე მალე? ხუმრობ დათო. კარგად ხუმრობ. ესე იგი, აი გადარჩენილი ხარ რა. მარიკა, მე კი გადარჩენილი ვარ, მაგრამ სკუტერი სულ დაიმტრა. დაიმტრა? შენი სკუტერი დაიმტრა ანა. აუ. არა და ესე იგი აი საქორწინო კოლონაში სკუტერი აღარ გვეყოლება რა.
არა და წარმოიდგინეთ ბატონო ხო რა კარგი სანახავი იქნებოდა მოდის ასე საქორწინო კოლონა წინ მიდის ანანოს სკუტერით და უკან ეს სასტრაფოთი განოიცდი ისედაც რომ მარიკა ბოდიში რომ სხვა მეჯვარე უნდა ნახოთ რა. რა ხდება ვერ გავიგე რა წარმოიდგინე ხა ანანო ვერ იქნება მეჯვარე. იქნება როგორ იქნება გამორიცხული. ქეთევანი ვერ იქნება იმიტომ რომ მე ვარ მისი მეჯვარე. ნამდვილად. სალომეც ვერ იქნება იმიტომ რომ შენ უნდა იყოს სანდროს მეჯვარე. ეს რა თიკა და ეკა წასულები არიან რა უნდა ქნა მარიკა? რა უნდა ქნას ეხლა მარიკა? თამარი ვინ თამარი? შენ თამარი ძალიან კარგი გამიხარდა ძალიან რომ მე და ვახო დავნათესავდებით. არის ესე ძალიან გამიხარდა. ნათესავები ვიქნებით და ხო და ძალიან კარგი მეჯვარეები უკვე ყავს ახლა შემიძლია შვიდად წყარად ნახო ანანოს ხელები ანანო მამიკო მოდიჭებ და მოდი და გენაცვალოს მოდი და დათო მოდი აქ დათო ვახო რა ვქნათ ახლა მე და ვახო მეჯვარები ვერ ვიქნებთ ახლა ნუ მეზაზი ხო იცი ვერ ვამბობ ფრანც აუ კაი არ შემიძლია ან მე უნდა ვთქვა უარი მეჯვარეობაზე ან ვახომ და რაღაცა უნდა მოვიფიქროთ ახლა რა ვქნა არაფერი საშიში არ არის არაფერი საშიში არ არის თან მე თუ მკითხავ გიხდება ეს ბინტები ანანო ძალიან ხატავს მეჯვარე რო ვეღარ ვარ. ვაიმე ირაკლი ისეთი კარგი რამე მოვიფიქრე რომ აი არ ვიცი ესე იგი მე ვიქნები ჩემი მარიკას მეჯვარე ამას ვენაცვალე მაგრამ შენი მეჯვარე ირაკლი წარმომიდგენია უფრო ისეთი ვაშკაცური და გოგი რო იყოს გოგი ჩემი მეჯვარე იყოს დიახ ეხლა მოიფიქრე შენ ეგ და შენი მოფიქრებულია ეგ საერთოდ და მე მაგაზე არ მიფიქრი არასდროს რომ გოგი უნდა იყოს ჩემი მეჯვარე ხო და შენ მოიფიქრე ეს ხო რომ გოგი უნდა იყოს ჩემი მეჯვარე ხო აი გოგი აბა ვახო უნდა იყოს შენი მეჯვარე შეხედე რანაირია რანაირი რაღაცნაირი ისე ეხლა მართალია ვახო მეჯვარე კი არა მინიმუმ სიძე უნდა იყოს აბა იზა დარტყი ანანო დადე ნალ მოდით აბა სიმართლე ხო არ უთხრათ ამ წყალი თუ გინდა დალიე მე რა ხურში მეჩურჩულები ისე ირა ახლა უნდა დაფიქრდე ცოტა რა აი თამარი ხა ჩვენი მეზობელია და რა დღეში გვაგდებს და რო დაგვინათესავება მე ნახე შენ როგორ გამახსინე დათო აი თამარ შენ იცინი კარკასიაძე ხარ და მე ლამის გავგიჟდები მეჯვარე რო ვერ გიშოვია კაც რა მე უპასუხე ალო ბატონო გოჩამანო სხვა გალმოხდით ერთი წუთით შემთხვევით თქვენ მეჯვარეობა ხომ არ იქნება არა კარგი მალდური თამარ მოკლედ აი შენ უნდა იყო ჩემი მეჯვარე მორჩა ვაიმე მარიკა დიდი სიამოვნებით ვიქნები შენი მეჯვარე მაგრამ სამსახურში ვარ გასასვლელი და ვერ მოგისწრებ ფიზიკურად კარგი არა უშავს სხვას ვეთქვი ვინმეს ხო ხო მაშინ თუ სხვას ეთქვი ვეცდები რომ რამენაირად მოვიდე ხო და თუ მოხვალ შენ იქნები მეჯვარე თან ეხლა რა არის მარიკა ეთქობა შენ ეს არიცოდი რომ მეჯვარე თურმე სახლიდანვე უნდა გაიყოლო სხვა გზიდან რომ გიერთდება თურმე რაღაცა ისოდნია ხო რაღაცნაირად სათქვესე ყველა ამბობს სად რომელი ერის სიბძნეა ეგ მით სათქვეს ყველა უიმე ანანო
შენი გვარის დაწერა ხო შეგიძლია? გვარის დაწერა როგორ არის? ხო და შენ ხარ მეჯვარი. დიახ. მოიჩადე, კი, მაგრამ ირაკლი, რაც გინდათ ესეთი მეჯვარი? გვინდა, ხო გვინდა, მარინა. მთელი ცხოვრება ვოცდებობდით დაბინტულ მეჯვარეზე. რა, გაგიხარდა. აბა შეიძლება უკარი. სანდრო, ეგრასია, დაგიწერეს რა უნდა იყიდო? არა, დამიწერეს რა არ უნდა ვიყიდო. რა გინდა? რა კარგი მაღაზია, რა ნახე რა ძველი რაღაცებია. ანტიკვარიატ. უი, სანდრო. ეთყობა გლონტებმაც აქ იყიდეს თავისი მაგნიტოფონი. შემიძლია დაგეხმაროთ? ჩვენ აქ ძალიან იშვიათი ანტიკვარიატი გვაქვს. დიახ. კარგი, მაშინ აი ეს რაღაც ეს რაღაც ხალი. ეს 360 ლარი. და ახალია? ქალბატონო, კიდე აი რა შეგიძლიათ რომ შემოგთავაზოთ? იცით საჩუქრად გვინდა. გასაგებია. აი ეს მაგალითად 100 წლის არის. დიახ. აი ეს 140-ის. და აი ეს 180 წლისა. ძალიან ძველი. თქვენ რამდენი წლის? და რატომ მეკითხებით? რატომ მეკითხებით? რაც კარგად გამოიყურებით. სანდრო, გმადლობთ. კიდე შემიძლია შემოგთავაზოთ აი ეს ქანდაკება. ძალიან იშვიათი ნივთია. სხვებთან შედარებით ცოტა ძვირია, მაგრამ 200 წლისა. აი ეს მე არ მომწონს. არა, ეს ნამდვილად არა მაგ. კარგით. თუ რამეს მოიფიქრებთ, დამიძახეთ. კარგით. საუმე, ნახე? რა მაგარი სპილოა, ეს რო უყიდოთ ირაკლის და მარიკას. სანდრო, ეგეთი ხომ აქვთ უკვე? რა მოხდა მე ორი ერთნაირი ბავშვი თუ ყავთ, ორი ერთნაირი სპილო რო ყავდეთ, არ შეიძლება. მე არაფერი საცილე უნდა გქონდა. რა გავაკეთე, სანდრო? რა გავაკეთე, რა შეიძლება? აი, მე რა ვიცი რა. არჩიეთ რამე. ესე იგი, ეს როგორ ვერ შევამჩნი აქამდე? ეს ხელოვნების ნიმუში ძალიან მომეწონა. ქალბატონო, იცით რა მაინტერესებს? ეს რა ღირს? ეს 1450 ლარი. და იცით რა მაინტერესებს? მარტო ხელი რა ღირს? მარტო ხელი არ იყიდება. მარტო ხელს როგორ გავყიდით, ხوار მოვატეხა. მეც როგორი კითხვების დასმა ვიცი, რომ მარტო ხელი რა არის. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს. და ეს ხელი არ ძვრება, ხო? იცით, 2 საუკუნეა არ ძვრებოდა და რატომ მეკითხები? ვაიმე, სანდრო, წინა კითხვასავით გამოგივიდით, ეს ხელი არ ძრებაო, ხო? ერთი წუთით მოშორდით ქანდაკებას. ეს რა? იცით რა? როგორც გატეხეთ, ისე უნდა შეიძინოთ. და როგორც გავტეხე რომ მივაწეპო აქ. ისე მომეცით ეს ხელი. რაიმე რა. ეს როგორ გატეხეთ? როგორ გავტეხე ხა რა, თქვენ არ მითხარით ძველიაო? აი, დავიჭირე, მართალია დაგიჭირეთ. დიახ და თქვენ. მე როგორი გამომეტყველებაც მაქვს, მართლა ეგეთი კი არ ვარ. 200 წელია აქ თუ დგას, გატყდებოდა, აბა რა დაემართებოდა. 200 წლის ყვავი აღარ დაფრინავს. არა. თუ დაამთავრეთ, დაცვას უნდა დავუძახო, ის უკეთ გაგიგებთ. ერთი წუთით მე ვარ მოქანდაკე. დიახ. აი ხლა აი ამას უყურებ და აი ეს ხელი საერთოდ არ უხდება. დიახ, ქალბატონო, მეც მოქანდაკე გახლავართ და საერთოდ არ უხდება ეს ხელი ვეთანხმები. აჰა, ხო, და ორი მოქანდაკე რომ გეუბნება, არ ვარგა, ესე იგი არ ვარგა რა. ქალბატონო, უხელოვანესი ასე უკვე გასაგებია. თან ეს ხელი რაც გქონდა 200 წელი არ გაყიდულა. სანდრო. რა, ეხლა ეყოლება დაცვა მაგ. აბა,
მოდი მარიკუნა, მოდი ჩემებეკურა, მოდი ასე შემოდით ყველა შემოდით და მომისმინეთ კარგად. მომისმინეთ. ძალიან გთხოვთ ახლა მომისმინეთ მე. გასაგებად კი არა, ნერვიულობ არა. ესე იგი ხალხო, ძალიან გთხოვთ რა, წესიერად მოვიქცეთ. ნუ გადაირევით ისე რომ იცით ხოლმე გადარევა, ხო? სისულელეები ნაკლებად ვილაპარაკოთ, სანდრო სად არის? სანდრო. სად არის? ხო, შენ გეხება ეს პირველ რიგში, ძალიან გთხოვ დასაცინათ, ნუ გავიხდით თავს, ხო? შენ საერთოდ გაჩუმდი ანანო. შენ საერთოდ გაჩუმდი, რომ ყველაფერი გესმის პირიქით. შენ დღეს ხელი უნდა მოგეწერა, კი არ უნდა მოგეტეხა. გასაგებია, ხო? ამას უკვე დაიწყო უკვე, მე. ესე იგი, რა ტირი? ჰა? რა გეტირებს? გამითხობდა ჩემი მარიკა. რას ვფიქრებ? ას ვფიქრებ რა. ისე გოგოებო, ჩვენი გოგო ჯობია. ასხარა. თამა. ბოდიში დათო. შენი პირადობა მათხოვ ერთ წამი. რადგინი? ჩქარა მათხოვე რა. დაიმე. მიდი ჩქარა. ხო. ვახო, შენი პირადობა ეს არის, ხო? ხო, რა ვერცნო. ესე კარგი გამოიყურება. მომისმინე ახლა ის ხო, მე ესეთი იდეა მაქვს. აბა, მომისმინე. რა იდეა? ჰე, დაბა. რა იდეა? თქვი. ძალიან დიდი ბოდიში, აი ამათი დავიწყოთ რა. ვაიმე, ქალბატონო ხუმრობს. გადი იქით, გადი. ქალბატონო, ხელს აწირს აი ეს წყვილი, ჩემები. დიახ, ქალბატონო, მე და ჩემი მარიკა ვაწერთ ხელს და ახლა აგიხსნით, მე რაშია საქმე. ჩვენ დიდი ხანია ცოლქმარი ვართ. დიდი ხანია, საკმაოდ დიდი ხანია. ერთად ვცხოვრობ დიდი ხანია, შვილები გვყავს, ისეთ საყვარლები თქო. ნინი და მარია. მაგრამ ჯვარი გვაქვს დაწერილი სხვათა შორის. დიახ, ჯვარი დავიწერეთ და მე ვიფიქრეთ, მე და ჩემმა მეუღლემ რომ ხო არსებობს ეს რაღაც სამართლებრივი ნორმები, რაღაც საოჯახო სამართალი და იურიდიულადაც იყოს ეს ყველაფერი გაფორმებულიო, გადავწყვეტეთ და მოვედით და მომბრძანდით და მომაწერინეთ ხელი ძალიან. ძალიან კარგია, მაგრამ წინასწარ უნდა ჩაწერილიყავი. ვაი. ანუ? ეს ხელს ვერ მოაწერე. რას ლაპარო? ეთიტური გუკაცავ. ძალიან დიდი ბოდიში ხალხი. ეხლა რას ნიშნავს რომ ვერ მოვაწერთ ხელს? ამდენი ხალხი მოსულართ, სუფრა გაშილა, მწვადი შემწვარა რას ლაპარაკი. იქნებ რაღაცნაირად მაინც მოვახერხე. ყველგან ასე ხდება და აგაც რომ დაუშვათ. სხვაგან როგორ ხდება არ ვიცი. აქ რაწმინდის პარკის ქორწინების სახლში წესის მიხედვით მუშაობ. ეს ძალიან კარგია. ეს ძალიან კარგია წესის მიხედვით რომ მუშაობ თაწმინდის პარკში, მაგრამ ეხლა მე ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთვის. აი ხლა ამ ზრდასრულ ადამიანს უნდა ხელი მოაწეროს. მოდი, მივცეთ შანსი. თორე მეორედ მიგაყვება მას სოლა. ეს გამოდაც ჭერი თორე. დათო კარგი დაგჭირს რა იცი ესა. ქალბატონო, თქვენ ამბობთ ესე იგი რომ ვერაფრით დღეს ჩვენ ხელს ვერ მოვაწერთ. მე კარგი თორე როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა ამდენი ხალხი მოვედით რა ხელს არ გვაწერინებ? რას ამბობ, რომ შეიძლებოდეს ხო მოვაწერდი რა. ქალბატონო, ერთი წუთი თუ შეიძლება სულ რაღაც ერთი წუთი თამრი დამაცადე. ქალბატონო, მე საერთოდ არ მახასიათებს ხმამაღალი საუბარი. დღეს დილიდან თავი მტკივა და დღესაც არ მინდა ხმამაღლა რამე გამომივიდეს. ძალიან ნერვიულობ ჩემი ირაკი და მარიკას ხელის მოწერაზე და თქვენ იცით მე ვინ ვარ? ერთი წუთით ქეთევანი ვარ ღლონტი. მე დაშაშია. არა, იცით? მე დირექტორს დაუძა. და მას დაელაპარაკე. დირექტორი ხოლია, დირექტორი ყავს. მოვიდეს და დაველაპარაკები, რა უნდა გავაკეთო? თამა, მომისმინე თამა, ერთ. ეხლა ხო ხედავ ამ ხელა ამბები ხდება აქ. წინასწარ უნდა ჩაეწერო და მთელი რიგები და ისე და. შენ დავახოთ რომ ჩაწერილიყავით, რა ვიცი მე რა ხდება კაცო. არა, ეხლა ისე ხო, რა ვიცი ეხლა. რა ვიცის მოგცემ ეხლა მე შენ. მოგდანდით. აი, დირექტორიც. და დაელაპარაკეთ. გამარჯობა. გამარჯობა თექიმო. გამარჯობა გენცელი. მე რომ ვერ გიცანით, თქვენ არა უკაცრავ. მე
კარგად უნდა ბრძანოთ. კარგად. იმიტომ რომ თქვენარი პროფესიონალები სჭირდება დღეს ქვეყანაში. სანდრო, მე 14 წელი ვისწავლე. ექიმი რო გამოსულიყავი და შენ ერთ დღეში რა მოახერხე? უკაცრავად ნებამიბოძე წარმოგიდგინოთ ჩემი კოლეგა ირაკლი ჩხეიძე, ესეც პროფესორი. სასიამოვნოა. აქ პატარა პრობლემა შეგვექმნა და რა პრობლემა ბატონო სანდრო? რა პრობლემა? მით უმეტეს თქვენარი ექიმისთვის. რანაირი პრობლემაა? აბა როგორ. სანდრო ექიმის. სანდრო ექიმის გონიერება და მიჭერება გასდა უკეთესო. მიდი გადი მასხარა ხარ, გადი მიდი რა. გილოცავთ დღეიდან თქვენ კანონიერი წოგმად. გილოცავთ ირა. მოდი გილოცავ. მაგრამ რა არის ისი? სანდრო რო კაცოს მოგაყვანიებს. შეიძლება ეკითხე, ეს მაინც არ მომიშალოს ტელევიზია. კარგი, ირაკლი, მოდი მოგილოცო, ირაკლი. გილოცავ, ირაკლი, მაპატია, მე მგონი რაღაც ისე კარგად ვერ მოგილოცე, ხო იცი რაღაც ჩემებურად მიდოდა, მაგრამ დილიდან თავი მტკივა, ირაკლი, ხო იცი და მაპატია. აი, რა პრობლემაა, კეთუსი ეხა. წავიდეთ აქედან და მოგცემ, წავალს მე მოგივლი. არა, შენ თუ შეწუხდები, აი, სანდროს მეტყვი და ის მომარჩენს. სანდრო. მე შენს კარგი მასხარა ხარ. წამოდით აუგიჟდეთ. უკაცრავად, სანდრო ექიმო, თქვენ ჩვენთან ერთად წამობრძანდები, მძღოლი მოგაკითხავთ. მასხარა. ორა კუჭმაჭია? კი, კარგია, მაგრამ შენთვის არ შეიძლება. კეთება. ნახე ლიკა ტალახაძე მოვიდა ახალი მანქანა. ვაიმე. ხო, ეთქობა ძველი ისე რა ქვია, მეზობლების მონახულება მოუნდა და ხო, მიდი. კეთება. მოდი აქ. შეხედე ამას. რა ხდება ეხლა ლაშა? პატარა ბავშვი ხო არ ხარ, არა ვერ გავიგე. არ შეიძლება, ხო გითხარი. კეთება, მომისმინე. რა? ეხლა უარესია ეხლა მე რო არჭა. ვითომ რატომ? რატო და ეხლა მომისმინე? მიდი აბა ეხლა ყველა ჭამთ ჩემს გარდა, ხო? ანუ რა გამოდის? რომ მე ვარ პასიური მჭამელი. მერე? ეს უფრო უარესია. ვაიმე, ლაშა როგორ არიღლები რა ჭამეს ხო მოგეწონა? ვიცად ეს დიეტა. ხო, კარგი. რა, გადავირიე. რა არის ეს? რა უბედურება. ახეხილია სტაფილო და ნიგოზია. არიკა. ბატონო. რა ქვია ამ საჭმელს? გახეხილი სტაფილო ნიგოზის. აი, მარტო ანანოს ესმის ჩემია. ჰა? რა და ჭამა რო გინდა და ვერ ჭამ. აჰა. ქეთევან, ბატონო, რა მოხდება ლაშამ ცოტა რო ჭამოს? რა და შენსავით მიემტრება ხელები. ეს ვენერა მილოსელი დგას და ეს არც არაფერს აკეთებს, არც ჭამს. მიდი გააკეთე რამე ანანო. რა გავაკეთოთ ამას ნახე? მაშინ იდექიმა. გადავდგავა. მაგრაციებულა ხალხო რა, მაგრა და ღვინოც კარგად გაუციებია. ლაშა რა. სიძეკაცი უნდა ცხავდეს. უფ, ლაშიკოს თხლა დაცვია და შეცივდებოდა. მე შეცივდებოდა ლაშიკოს. თვისა, კარგი რა პრობლემაა, მე ჩამოვასხავ. ვახო და სანდრო სად არიან, არ მოსულან? ეს დადგი ვახოს დააგვიანდება. რაო ხდა? ოხრა დიეტაზე ვარ, ხო.
ისე რა უცნაური კაცი ხარ ირაკლი. ხო. ჯერ ბავშვები გაგიჩნდა, მე ცოლი მოიყვანე, ეხლა ბოც ყოლაში და. აი ასეთი უზადო და სპეტაკი იუმორით ახალისებს ჩვენ საღამოს ბატონი დავით ალექსიძე. გმადლობთ მასხარა. აი ხიხი. ანანო, გააგეკარები. ქეთევა შემხედე. შენ მიზეზები არ დაგელევა რა, მოგარი არ გააყო. ვაი, მოდი სანდრო. Happy birthday. Happy birthday. სამიყავი, საჩუქარი მოვიტანე. ყოჩა. კაია. რა ვიცი, თავიდან კარგი იყო მე. აბა, ერთი წუთით შვენო, საყვარელო, მარიკა და ირაკლი. ირაკლი და მარიკა. და ვახო. ვახო. ჩვენ გადავწყვიტეთ ყველამ ერთად სამახსოვროდ გვეჩუქებინა საჩუქარი დღევანდელი დღისთვის. გახსედი სანდრო. ირაკლი ჯერ აი ეს ხელი გავიმართო. მარიკუნა ბეგურა ნახე რა კარგი მეგობრები გყავს. ხელი გვაჩუქეს. არა ირაკლი მაგ ხელს თავისი კაცი მოყვება. 1 2 ვაიმე, ქეთევან რა არის ეს ვინ გავუშვით? იციცები, თქვენ ხო მოგეწონა ლაშა, ჰა? ლაშა. ხო? რას ხედავ, ქეთევა, რას ხედავ? შიმშილისგან ბინდი მაქვს თვალებზე. ძალიან მაგარია, მე მომეწონა სანდრო. კი, მომეწონა. ვიცოდი რომ შენ მოგეწონებოდა. ერთხელიან. ირაკლი, ნახე როგორი ორიგინალური საჩუქარი გვაჩუქეს მეგობრებმა. და სად დავდგათ? სადაც გი. მე ვიცი მარიკა, მე ვიცი. მომეცი სანდრო, მომეცი. ვაიმე რა. ძიმია მე დაგაგებია. არა უშასი, აი მე მოვერა, ვაიმე. აი, ანანოს გვერდით მოვუდგათ. ორივეს ხელები აქვს მომტრეული და მოვხდებიან ერთმანეთს. აი, მე მგონი ჯობია ჩვენთან საძინებელში დავდგათ, მერე აი ამ ხელს მე ესე მივაწებებ და არაფერი არ შეეტყობა. არა, რა შეეტყობა? დავსხდეთ ახლა, დავსხდეთ. მოიცა. მოდით კაცო, დავსხდეთ. რა დაჭიქი მან, ვახოს არ უნდა. ჰა? არა, დამძამდით. მომდით. ირა, დაჭიქ დაას. რა მაინტერესებს? იცი? ხო. წერან იმაში სადარბაზოში რომ შემოვედი. ხო, ვიღაც კაცი ბავშვს ცნიდა რომ კვიციო გვარზე ხტისო და რა არის ხა ეს კვიცი რა დახტის. აჰა, ანუ შენ გაინტერესებს ამ ანდაზის დედააზრი. ხო? რა ხდება, ხო? ვაიმე, არის. ესე იგი. აი სანდრო, უყურე. აი შენ შემთხვევაში, მაგალითად. მამაშენი არის სერიოზული განათლებული კაცი. მერიაში მუშაობს, საკმაოდ ისეთ საპასუხისმგებლო პოსტზე, ხო? ბიზნესიც აქვს, არა, ესეთი სერიოზული კაცია და აი შენ შემთხვევაში სანდრო ვიცი არ დახტის. შენ შემთხვევაში სანდრო კვიცი დგას. კარგია ესე იგი, აბა დახტის ეს რა თქმა უნდა. აი ეს არის დედააზრი ამ დიახ, აბა. გადაიღე. დათო. რა მოგეიდება ლაშა, გადაიღე. დათო მეთქი, ლაშა. რა დათო მეთქი, ქეთევან, კარგი რა, დღეს მაინც გვაცადე, შეგვარგე რა. თამადაა კაცი, მიდი ლაშა. მიდი, თამადა არის ლაშა. მიდი გითხარი რამე. შენ შემოგევლე შეგინაცო. ბატონო თამადა. შენ შემოგევლე შეგინაც. ერთხა ერთი სათეგეძო მე დამით, მე შეგინაც. ძალიან. კი ბატონო. მადლობა.
მადლობა ლაშა. მიდი და თუჩა, არ შემარცხვიდო. მიდი. მეგობრებო. ებო. მე მინდა აი ესე იგი რა გეშველება გვეშველება შვება ბა სანდრო ეხლა შენ ცირაკენი მოდი ადექი აი ეს ჩვენი საჩუქარი რაც გვაჩუქეთ აიღე ჩვენთან ოთახში შეიტანე სადაც შენ მოგეწონება იქ დადგი ხო ჩემი ხო მიდი და შენ ციგ დარჩი დიახ, მიდი და თქვენ ოთახში. ჩვენთან ოთახში. მადლობა. აი ასე, ყოჩ. ხო და იმას ვამბობდი. ერთი სიტყვით. ამ ლამაზი სასმისით მე მინდა ერთი პატარა სადეგიზელო შემოგთავაზოთ. დიახ. ესე იგი, ერთ პატარა სოფელში. ერთი პატარა ბეღურა ცხოვრობდა. აი, ვისი სკოლაა ეს? ჩემი სკოლა. ოჩახ დათუჩა, მიდი. და თავისი პატარა ბუდე ქონდა ამ პატარა ბეღურას. ეხლა ზამთარი მოვიდა. გენაცვალე შენ. ზამთარი მოვიდა და ბეღურამ ამ ჩემს ბუდეს გავათბობ. ზამთარი რომ მოდის. ხო და დაიწყო ბუმბულების შეგროვება. იცოცხლე. დაიწყო ბუმბულების შეგროვება და სადაც პატარა ბუმბულს ნახავდა, თავისი პატარა ნისკარტით თავის ბუდეში მიჰქონდა. აი. ბაბა, ბოლოს იმდენი აგროვა, რომ ერთი დიდი მუთაკა გამოვიდა. და მე მინდა ამ ჭიქით პატარა ბეღურას და დიდ მუთაკას გავუმატო. რა საყვარელი ხარ დათო? რა მასხარა ხარ დათო? აუ ირა, ესე იგი ისე მოერგო იმ ოთახს. ხელი სად არის იმ ქანდაკების? ხელი? ხო. დავიცი, მაგიდაზედებს მე მგონია რა. ხო. ეს თავიც მიუდე გვერდ. რა დავლიათ? მიდევარ. ხო. კარგი დრო გავატარეთ, ხო? ძალიან კარგი დრო გავატარეთ თამაში. ხო. შევალე ხლა, თორე უხერხულია ვინმემ რა დაგვინახოს. კარგი შედი. ბახო, აქ ხარ? ხო, აქ ვარ თამაში. წადი. ვერა თამაში, ვერ მივიდი. რატო ბიჭო? ხალხი მომყვა კარებში და ვერ მივდივარ. კარგი წავალ თამარი.